მოგესალმებით, ტრადიციულად მე ნინო წიფურია და ჩემი თანაწამყვანი სოფიო თოიძე მოგესალმებით. ეს არის რიგით მე-11 ეპიზოდი პოდკასტის ყველაფერი ესთეტიკაზე და დღეს ჩვენ ვყავს სტუმრად ექიმი, დერმატოვენეროლოგი, კლინიკა ქალი და ჯანმრთელობის დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი ლალი მეკოკიშვილი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ლალი იყო პირველი, ვინც 2012 წელს დანერგა კანის კიბოს სკრინინგი უფასო ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის დაფუძნებული მოხალისეობაზე, არ არის სახელმწიფო პროგრამა და უამრავ ადამიანს დაეხმარა და დღემდე ეხმარება. გამარჯობათ ქალბატონო ლალი, არ შემეძლო შესავალში, არ ამაიღნიშნა ეს ძალიან თქვენი მხრიდან ძალიან საინტერესო და ესეთი მამაცი ნაბიჯი, რომლითაც პაციენტებს დღემდე ეხმარებით და პირველ რიგში ამით მინდა დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი, იმიტომ რომ გვიანბეთ ამ პროგრამაზე. შეიძლება ბევრჯერ მოგიყოლიათ სხვადასხვა გადაცემებში, მაგრამ ჩვენთან პირველად ხართ სტუმრად და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო გარემოა და არც არავინ მაჩქარებს, როგორც წესი მაჩქარებს ხოლმე და ეხლა მშვიდად მოყვები ყველაფერს. ზოგადად მხოლოდ მე არ ვარ ამ კამპანიაში ჩართული, უბრალოდ ინიციატორი გავხდით და არსებობს ესეთი ევროპული საერთაშორისო პროგრამა, რომელიც არის ყველაზე დიდი მსოფლიოში, კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ გასინჯვებს უფასოს, არამედ საინფორმაციო კამპანიას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ სწორი მესიჯების გავრცელება მოსახლეობაში, ექიმების ცოდნის დონის ამაღლება, ზოგადად იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა კოლეგებთან და ვხედავდი იმ განსხვავებას, რაც არის მიდგომებში საქართველოში, რაც იყო კანის სიმსივნეებთან მიმართებაში და რაც იყო საზღვარგარეთ. პირველ რიგში ეს იყო დიაგნოსტიკის პრობლემა და დერმატოლოგების დაცილება ამ თემიდან. არა და დერმატოლოგი არის სწორედ ის რგოლი, რომელიც ყველაზე უკეთესად და ყველაზე ადრე დაინახავს კანზე წარმონაქმნს. ქირურგთან პაციენტი მიდის არახალისიანად, წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უკვე თვითონაც რაღაცას ამჩნევს და ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, გვიანია ხოლმე. და დერმატოლოგმა შეიძლება ჩვეულებრივი რუტინული გასინჯვის დროსაც აღმოაჩინოს. ამიტომ მიზანი ამ კამპანიაში ჩართვის იყო პირველ რიგში დერმატოლოგების ცოდნის დონის ამაღლება, მოსახლეობის, ესე ვთქვათ, განათლებაც და პლუს უფასო სკრინინგი, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მაისში ან ივნისის თვეში. წელსაც გქონდა ეს სკრინინგი, უფასო გასინჯვები, აქ ერთვებიან ჩემი კოლეგები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ჯგუფი ექიმების, ევრომელანომა საქართველო, ევრომელანომა ჯორჯი არის ესეთი Facebook გვერდიც, არის ასევე Instagram გვერდი, სადაც არის ყველა ინფორმაცია განთავსებული და ექიმები ქუთაისიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, სხვადასხვა კლინიკები ყოველწლიურად ერთვება ამ კამპანიაში. გვაქვს უფასო გასინჯვები პაციენტების და მანამდე გვაქვს ხოლმე საინფორმაციო კამპანია, ანუ ვარიგებთ ბუკლეტებს, წელს ქონდა ძალიან საინტერესო და ეხაც მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ სოციალური მედია რამხელა გავლენას ახდენს ზოგადად მოსახლეობაზე, ძალიან რთულია ამ ინფორმაციის ნაკადში სწორი ინფორმაცია იპოვო. და არსებობს ეგრეთ წოდებული ინფლუენსერები, რომლებთანაც ამ ინფლუენსერებისგან, ტიკტოკელებისგან გავრცელდა არა მხოლოდ მცდარი, არამედ უბრალოდ საშიში ინფორმაცია. ანუ მიდის პროპაგანდა იმის, რომ მაგალითად როგორ უნდა წინასწარ დაიბროწო კანი, რომ მერე წავხვიდე კიდევ უფრო დასაბროწად, როგორ უნდა აუცილებლო კანის კიბოს აჩენს მზის სათვალე, რომ მაგალითად მზის დამცავი კრემი აჩენს კანის კიბოს და ნუ ამან შეაშფოთა მთელი ევროპა და სწორედ რადგან ეს ევროპული კამპანია
იქიდან მოდის ხოლმე ძირითადი მესიჯები და ესე ვთქვათ ინფორმაციები. ჩვენ ვიყავით ბელგიაში ჩასული, ნოემბერში გვაქვს ხოლმე შეხვედრა სათაო ოფისში და იქ შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერს თინეიჯერების ენაზევე უნდა დავუპირისპიროთ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაცია. და ეს მოხდა, ესე იგი, ეს ვიდეოები, რომელიც ამოიღეს ინტერნეტიდან, სადაც არიან ეს TikTok-ელები და ამ რიტყვიან სისულელეს ავრცელება, ნოღონდ ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ამას დაარქვან მათ ენაზე, საკმაოდ ესეთი კაფიო სიტყვა, თქვა bullshit, რომელიც ედება ვიდეოს, ანუ ჯერ მიდის ვიდეო ამ თინეიჯერის, რომელიც ამ სისულელეს ლაპარაკობს, მერე ზედება ის იცით ხო, ბულის ფორმაც არის. და მე იქვე მიდის ამის კონტრარგუმენტი მათივე ენაზე. აი, ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული მცდარი ინფორმაცია რა იყო ინფლუენსერების მიმართ? რამოდენიმე აიცდი მნიშვნელოვანი. ერთი ეს არის, რომ კანი უნდა მოამზადო რუჯისთვის და იმისთვის, რომ ლობსტერივით მე არ დაიწვა, ამიტომ ჯობია, რომ ჯერ მანამდე სოლარიუმში მიიღო რუჯი და მერე წახვიდე გასარუჯად ზღვაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნდა გავწყდა რომ ძალიან ხშირად გავრცელებული მითია. და რას უპირისპირებთ ამას? უპირისპირებთ იმას, რომ შეუძლებელია ესე იგი კანი წინასწარ დაწვა იმისთვის, რომ მერე კიდე უფრო კარგად დაიწვა. ანუ არისთვის და ნუ თავარი მეცნიერულად დადასტურებული მესიჯი არის ის, რომ თუ კი ის ამბობს, რომ ამით შენ დამწვრობას თავიდან აიცილებ, იქვე არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ რუჯი ესე ვთქვათ დაცვა დაახლოებით უდრის 2-4 SPF-ს. SPF-ი 50+, 30+ ხო გაგიგეთ? ანუ გარუჯული კანი SPF-ი არის 2-4 მხოლოდ SPF-ი და ეს არაფერი არ არის რასაკვირველია და დაწვის შანსი ესე ვთქვათ მაინც არის გაჩნია დღის რა პერიოდში ხარ, რამდენი ხანი ხარ და მზის სიკეთეებზე ხა ყველას გვიყვარს მზე ხა არავინ არ იტყვის რომ ხა მაინც და მაინც სულ მზის გარეშე ყოფნა, იმიტომ რომ მზე ზოგადად პოზიტივთან არდადეგებთან, დასვენებასთანაც ასოცირდება. კი, უბრალოდ დ-ვიტამინთან ასოცირება მით უმეტეს საქართველოში მცხოვრებისთვის არ არის იმდენად აქტუალური, იმიტომ რომ თუნდაც ქუჩაში სიარულით სრულიად საკმარისი რაოდენობით გამომშავდება დ-ვიტამინი და არ არის საჭირო მზეზე ხანგრძლივად ყოფნა ამისთვის. მთავარი არის ბალანსის დაცვა და ბალანსში იგულისხმება ის, რომ მზისგან დამცავი შესაძლოა არ არის აუცილებელი მზის დამცავი კრემი გესვას. თუ ჩრდილში ხარ, ანუ თუ ტანსაცმლით იცავ თავს, მაგრამ თუ ვერ იცავ, მაშინ ღია ადგილები ჯობია, რომ მზის დამცავი კრემით დაიცვა. ნუ კიდე მეორე მითი, რომ მზის დამცავი კრემი იწვევს კანის სიმსივნეს. ზოგადად ესეთი კვლევა ჩატარდა, ძალიან საინტერესო იყო ეს კვლევა. შეადარეს ადამიანები, ვინც იყენებდნენ მზის დამცავ კრემს, იმ ადამიანებს, ვინც არ იყენებდნენ. და აღმოჩნდა, რომ ვინც იყენებენ, იქ თითქოს უფრო მაღალი იყო პროცენტულად განვითარებული კანის საუთისებიანი სიმსივნეები. შეიძლება ეს მითი აქედანაც მოდის, თუმცა ამას აქვს აბსოლუტურად სხვა საფუძველი. ამის საფუძველი აღმოჩნდა ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მზის დამცავ კრემს იყენებენ, იმის გამო, რომ თვლიან, რომ თავს დაცულად გრძნობენ, გადიან მზეზე უფრო დიდხანს და უფრო საშიშ პერიოდში. ანუ ღრმა როცა ჩაეძიენ ამ კვლევის შედეგებს, თუ რატო მოხდა ეს შედეგი აღმოჩნდა ესეთი, რომ ადამიანები, რომლებიც არ ხმარობენ მზის დამცავს, ისინი არც გადიან მზეზე მაინც და მაინც, ანუ ეს ის კატეგორია არის, რომელიც უნდა შედარებულიყო იმ კატეგორიასთან, რომელიც მზის დამცავს იმიტომ ხმარობს, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს მზეზე. ნუ აი ეს არის ის დაახლოებით. აი რა მაინტერესებს ახლა მზის დამცავი ეს გავარკვიეთ, მაგრამ აი ხალებთან დაკავშირებით
ეხლა უკვე როდესაც გაროჯვას დაიწყებენ რა შეიძლება ითქვას არის საშიში თუ არა დაცვის მექანიზმი რა არის ამ შემთხვევაში და რას ვაკეთებთ არასწორად ზოგადად არის ადამიანების კატეგორია რომლებიც არიან უფრო მაღალი რისკის ჯგუფი მაღალი რისკის არის ის ადამიანები ვისაც აქვს ბევრი ანუ მრავლობითი ხალი ვისაც აქვს გენეტიკურად ან თვითონ თავისი ისტორია ან მელანომის ან კანის ავთვისებიანი სიმსივნის ან მის წინაპრებს მშობლებს ჰქონდათ ეს ისტორია და გარდა ამისა თუ აქვს ღია ფერის კანი ეს არის წითური, მწვანე თვალება, ცისფერ თვალება, ღია ფერის კანის მქონე ადამიანები არიან განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ. ეს არ ნიშნავს, რომ მუქი ფერის ადამიანს არ დაემართება ან მელანომა, ან კანის ავთვისებიანი სიმსივნე. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რომელია უფრო მაღალი რისკის ჯგუფი. ასეთი ადამიანები უფრო ადვილად იწვევიან მზეზე. და დამწრობა, მზით დამწრობა წარმოადგენს მელანომის განვითარების რისკს განსაკუთრებით თუ ეს დამწრობა ვითარდება ბავშვობის ასაკში. ამიტომ ბავშვები ყველა ვარიანტში უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ბავშვობაში კი არ განვითარდება მელანომა, თუმცა ბავშვობაში განვითარებული დამწრობები აღმოჩნდა რისკი შემდგომში მოზრდილობაში მელანომის განვითარებისა. და ამ შემთხვევაში აი პატარა ბავშვებში აი მშობლებმა რა უნდა გააკეთონ აი სწორი მოვლა რა არის დაცვის მექანიზმი ყველაზე კარგი დაცვა ბავშვის ასაკსაც გააჩნია ხო ნუ ბავშვის კანი არის უფრო თხელი გაცილებით ვიდრე მოზრდილის და ნაკლებად აქვს დაცვის მექანიზმები განსაკუთრებით ულტრაისფერი გამოსხივებისგან აი ძალიან სავალალოა როცა უყურებთ ჩვილ ბავშვებს შუაგულ მზეზე ქვიშაში რო ათამაშებს მშობელი. ამაზე დიდი გაუნათლებლობა ალბათ არაფერი არ არის. ჩვილი ბავშვი აუცილებლად არც მზის დამცავი კრემით უნდა შეაწუხო, უნდა იყოს ჩრდილში და უნდა იყოს სუფთა ჰაერზე, მაგრამ არა მზის გულზე. შემდეგ ასაკებში ბავშვები აუცილებლად თუ ზღვაში ჩადიან მზის დამცავით, საქართველოს შემთხვევაში უნდა შეხედოთ აუცილებლად ახლა ყველა ტელეფონს აპლიკაცია აქვს და წერია ერთწოდებული UVA ინდექსი, ანუ ულტრაისფერი ინდექსი. ეს ინდექსი გიჩვენებს დაუშვათ რაღაცა პერიოდები, აი მაგალითად ინდექსის მაჩვენებელი 8-დან 12-მდე გეუბნება რომ ჯობია სახლში დარჩი. ანუ საერთოდ არ უნდა გახვიდე გარეთ, როცა ესეთი მაღალი ულტრაისფერი ინდექსი. არის, როდესაც გეუბნება რომ შეგიძლია დაცვის გარეშე გახვიდე გარეთ, იმიტომ რომ დაბალია ულტრაისფერი ინდექსი, ანუ მნიშვნელოვანია როგორია ულტრაისფერი გამოსხივების ინდექსი. ეს ყველა აპლიკაცია, ყველა ტელეფონში შეგიძლიათ რომ ნახოთ ამინდის პროგნოზს ცოტა მაღლა თუ ასკროლავთ იქ ულტრაისფერი ინდექსი აუცილებლად წერია. ანუ მაინც გაროჯვის თემას რომ დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ზაფხულია და აქტუალური თემაა, ეხლა ეს აინტერესებს ადამიანებს. დღეს გვაქვს სამედიცინო დამტკიცებული ის, რომ მზე და რუჯი დაბერებას აჩქარებს. ეს არის მედიცინაში საერთოდ 100% სიტყვა არ არსებობს, თუმცა ეს არის ის, სადაც არის 100%. მზე 100%-ით აჩქარებს დაბარებას. არის კიდევაც ტერმინი, ანუ მზით გამოწვეული დაბერება, ეგრეთ წოდებული ICD-10 კოდები, ანუ დაავადების კოდებია. დაავადების კოდი აქვს მინიჭებული მზით გამოწვეულ დაბერებას, იმიტომ რომ ბუნებრივი დაბერება ვიცით რომ არსებობს. და ბუნებრივ დაბერებას აჩქარებს აუცილებლად მზე, აუცილებლად აჩქარებს თუ რუჯი პლუს სიგარეტი კიდევ უფრო ორჯერ აჩქარებს დაბერებას. ამისი დამადასტურებელი არის ერთ-ერთი ძალიან ფართოდ გავრცელებული ფოტო, ახლა სამწუხაროდ არ მაქვს ამის ჩვენების შესაძლებლობა, მძღოლის ფოტოა, რომელიც მთელი ცხოვრება
გრძელ რეისებზე, ესე ვთქვათ, მძღოლად მუშაობდა. მისი ის მხარე, რომელიც მზისკენ არის მიშვერილი, არის დაბერებული და მეორე მხარე ახალგაზრდა. ამაზე კარგი მაგალითი და დასტური სამეცნიეროდ, რომ ზენამდვილად აბარებს, არ არსებობს. იცით, როგორ არის გარდა იმისა, რომ იმიტომ რა ხდება კოლაგენის შემცირებას იწვევს, აზიანებს DNM-ს მზის სხივები, იმიტომ რომ მზე არის ენერგიული, აქვს ფოტონი, რომელიც DNM-ს ურტყავს ზუსტადაც და გარდა ამისა მზე იწვევს ლაქებს. სიბერე არ არის მხოლოდ ნაოჭები. სიბერის ნიშნები არის ლაქები, გამოხატული კაპილარები, ამ ყველაფერს იწვევს სწორედ მზე. თუ დამცავით გავირუჯებით, უსაფრთხო გარუჯვა რამდენად გამოვა? სიტყვა უსაფრთხო გარუჯვა, ეს შეთანხმება არის არასწორი. გარუჯვა, ანუ მიზანმიმართული გარუჯვა უსაფრთხო იმ კუთხით ვერ იქნება, რომ რაღაცას მაინც, ანუ კანის დაზიანებას მზე რა არის რუჯი, ეს არის კანის დაცვითი რეაქცია მზის გამოსხივებისადმი. აი, როდესაც ნახულობენ მელანინია, ხო, ის პიგმენტი, რომელიც გამოემუშავდება მზის ულტრაისფერი გამოსხივების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პიგმენტი, რომელიც აი როგორც ქოლგა ისე ეფარება ზემოდან უჯრედის ბირთვს, ანუ სადაც DNM-ია, რომ დაიცვას ის. ეს არის დამცავი რეაქცია კანისა, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს DNM-ი. სოლერიუმზე უნდა გკითხოთ აუცილებლად, ან მზის მავნე გავლენაზე ვისაუბრეთ და ასევე დადებითზეც, ოღონდ ისე რომ მიზანმიმართულად არ გავირუჯოთ და აი სოლარიუმი უფრო მავნეა თუ მზის სხივები? ხშირად ისმის ასეთი კითხვა. სოლარიუმი ორჯერ უფრო ზრდის მელანომის განვითარების რისკს და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ სოლარიუმში ის სხივები, რომ რაღაც ერთი მარკეტინგული ხრიკია, ხომ გაფილტრულია, ახალი ნატურები. ახალი ნატურები. ეს არის სხივები, რომელიც არის, კი ბატონო, გაფილტრულისთვის, იმისთვის, რომ სწორედ ის ინტენსიური სხივი იყოს, რომ 2 საათი კი არ იწვეს იქ, არამედ 5 წუთში გაირიჯოს. ანუ სხივი ყველა სოლარიუმში არის ინტენსიური სხივი. რადგან სხივი ინტენსიურია, შესაბამისად, მისი დამაზიანებელი ეფექტი გაცილებით მაღალია. ეხლა მოგახსენეთ, რომ იქ ბელგიაში ვიყავით მეთქი და იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, მათ შორის ვინც ჯანდაცვის პოლიტიკას ეწევა და ევროპარლამენტში, ისინიც ესწრებოდნენ და არის ინიციატივა, 10 წლის წინაც იყო და ეხლა კიდევ არის ინიციატივა ევროპარლამენტში, რომ ზოგადად კანის დაავადებები ავიყვანოთ, ესე ვთქვათ, უფრო მაღალ იმაზე, იმიტომ რომ ფსიქოსოციალური გავლენა კანის დაავადებებს ძალიან მაღალია ეს გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, მათი შრომის უნარზე, მათ თვითშეფასებაზე და ასე შემდეგ, ამიტომ ზოგადად კანის დაავადებები ითვლება, რომ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და აქვე დაისვა, რომ თქვენ იცით, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 18 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია სოლარიუმის გამოყენება და ეხლა საუბარი იმაზე, რომ მათ დაედოს რაღაცა ძალიან დიდი გადასახადები და ეს თანხა წავიდეს და უშუალოდ კანის სიმსივნეების მკურნალობის ცენტრებისთვის და ასე შემდეგ, ანუ რაც შეიძლება მეტად დამძიმდეს ფინანსურად ისე რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლოს სოლარიუმით. ნელ-ნელა ალბათ უკვე ამოვახმარებიდან. ესე გამოდის. ეგრე არ ვიცი, რა იქნება. რაც სანამ რუჯი მოდაშია, ყველაფერი არის მოდაზე დამოკიდებული. თუმცა ცოტა შეიცვალა ახლა, შეიცვალა. აი მაგალითად იცით ხო 19 საუკუნეში ლამას ქალად სოფო, რომელი ქალი ითვლებოდა? თეთრი ქალბატონი. მზეთ უნახავი სიტყვას ნიშნავს ქალი, რომლის კანს მზე არ უნდა, ანუ თეთრი ფითქინა ქალი. ეხლა მოდაშია ნუ აქ შანელმა დაგღუპა, ასე ვთქვათ, კოკო შანელმა. შემოიღო რუჯი. ეხლა რაც შეეხება მაინც აკნეს, შვერის თუ არა რუჯი აკნეს, იმიტომ რომ ეს მითი, რომელიც
აქტიურად ამ პაციენტებს ყოველთვის ასე ვთქვათ, ცუდი სიტყვით რო ვთქვათ, აკერიათ პირზე, რომ რუჯი შველის აკნეს. ეხლა რაღაცა მანდ არის ცოტა სიმართლეს და რაღაცა არ არის. მაგალითად აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება სხივები, განსაკუთრებით მწვანე, ლურჯი სხივი, წითელი სხივი, ეს არის ხილული სხივის სპექტრი. რომელიც იწვევს უჯრედების ეგრეთ წოდებულ აპოპტოზს. აპოპტოზი ნიშნავს, რომ აი მაგალითად აკნეს დროს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროლიფ, ანუ უფრო გასაგებენაზე რო ვთქვა, გამრავლება, ჭარბი გამრავლება ხდება და ამის დათრგუნვა შეუძლია. თუმცა აქაც ისევ ზომიერებაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც წესი შემოდგომაზე მოდიან გამწვავებული აკნეთი, ისინი რო ჩავეკითხები, ხომ არ დაიწვი. ხომ არ ქონდა ზეზე რუჯი, ხო აი მე გამიარა, იცით რა ის რუჯი ესე თუ ისე ნიღბავს იმ გამონაყარს და ესეც გარკვეულ მიმიკრიას ქმნის, ცოტა შეიძლება შეამციროს, მაგრამ გადაჭარბებულად მიღებული რუჯის შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის კანისთვის სტრესი, აუცილებლად ხდება მერე შემოდგომაზე გამწვავება აკნესი. აკნესი და იცი აქ რომ მოვდიოდი და ვთქვი რომ ქალბატონი ლალი იქნება ჩვენი სტუმარი ერთ-ერთმა პაციენტმა მთხოვა მეკითხა აუცილებლად ვიტილიგოს პრობლემები აქვს და გიждდება ამ გარუჯვაზე და რამდენად მისაღებია ამ დროს და შეიძლება თუ არა გარუჯვაო. ვიტილიგო, ანუ რაც ჯექსონს, მაიკლ ჯექსონს ქონდა. ხო, ვიტილიგოს, ზოგადად ვიტილიგოს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ეს არის ულტრაისფერი სხივები. რაც არ უნდა უცნაურ, თუმცა უცნაური არ არის ვიტილიგოიან პაციენტს მელანომა არ ემართება, რატო? იმიტომ რომ იქ არ აქვს მელანოციტები. ხო, ნუ იმ ადგილზე არ ემართება, ხა შეიძლება სხვა ადგილზე დაემართოს. ვერ მიიღებს რუჯს, შეიძლება სხვა რაღაც სიმსივნის რისკი გაჩნდეს მელანომისარა, იმიტომ რომ დამწრობის რისკი ძალიან მაღალია, არ აქვს იქ პიგმენტური უჯრედები და არანაირი ბუნებრივი დაცვა. ზოგადად იმისთვის რომ რეპიგმენტაცია, ანუ პიგმენტის აღდგენა მოხდეს, ზოგჯერ ინიშნება ბუნებრივი სხივებიც, ანუ რაღაცა ყოთ გარკვეული ჯერადობით, თავშეთ 5 წუთით, მზეზე მე 10 წუთით, ოღონდ ეს ძალიან ბევრი რამეზეა დამოკიდებული. ესე აპრიორში ყველა პაციენტი ამას ვერ აიღებს. მიზეზს გეტყვით ერთ-ერთს მაგალითად ის, რომ არსებობს ვიტილიგოს სხვადასხვანაირი ფორმა. არის ფორმა ვიტილიგოს, რომელიც აქვს ბავშვობიდან და ნახევარი სეგმენტი უჭირავს და ასეთი ვიტილიგო პრაქტიკულად მკურნალობას ვერ ექვემდებარება და აი ამ მეთოდების გამოყენებას პრაქტიკულად აზრი არ აქვს. ცოტა მოგვიანებით ასაკში განვითარებული ვიტილიგო თუ კი ის ახალი დაწყებულია, თუ რაღაცა გარკვეულ მონაკვეთზე ვცადეთ და რეპიგმენტაცია, ანუ პიგმენტის აღდგენა წამოვიდა, შესაძლებელია რომ ულტრაისფერი სხივებით მკურნალობის მეთოდები ვცადოთ. არსებობს კიდე სხვა მეთოდები, ეხლა შემოვიდა ახალი, თუმცა ჩვენთან არ არის ხელმისაწვდომი და ბოლოს ითვლება, რომ საერთოდ უნდა კი ვიტილიგოს მკურნალობას. თქვენ ალბათ ყველას გყავთ ნანახი, მუქი ფერის შავკანიანი გოგონა რომელიც აპიარებს თავის ვიტილიგოს, ხო? რომელსაც აქვს სიმეტრიული ვიტილიგო, ჯექსონმა მთლიანად გაიღიავა, იმიტომ რომ მკურნალობას აზრი არ ქონდა. როცა რჩება დარჩენილია მხოლოდ კუნძულები პიგმენტაციის, ჯობია რომ გაკეთდეს დეპიგმენტაცია ან კამუფლაჟი, ანუ ეს ძალიან ისეთი თემაა, რომელიც ყველა შემთხვევაში დამოკიდებულია ვიტილიგოს ფორმაზე, რამდენი ხნიანი ისტორია ვიტილიგოსი, რა მეთანხმები და ავადებები არის თუ არ არის და ასე შემდეგ. მზე ჩვენი მეგობარია თუ არა? მზე მზის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. არსებობს მზე ჩვენი მეგობარია დილის 8 საათიდან სადღაც 11:30-მდე და საღამოს 6:30-მდე. აი შენაპირებდი 6:30-მდე. მე ვთქვი ზუსტად 6 საათი, რომ 5-ზე
საკმაოდ ცხელა საქართველოში ზღვის სანაპიროებზე ძალიან ცხარია მზე 5 საათზე. ანუ გააჩნია განეც და როგორც გითხარით ინდექს ულტრაისფერი გამოსხივების. ქალბატონო ლალი, აი ბოლო წლებში კანის რომელმა დაავადებებმა იჩინა თავი, აი მომრავლ და მომართვიანობა რაზეა, რა აწუხებთ ძირითადად პაციენტებს? ზოგადად კანის დაავადებები ძალიან ხშირია და ეს არის ყველაზე მოკლედ დატვირთული ექიმები მაინც დერმატოლოგები არიან მსოფლიოში, იმიტომ რომ ყველაზე ხშირია მომართვიანობა კანის დაავადებების გამო. თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და კანი მოგეხსენებათ ეს არის ჩვენი დამცა, რითიც ჩვენ გარემოს ვეხებით, ხო? ეს არის ყველაზე დიდი ორგანო. 2 მეტრი კვადრატი ყველა. ეს ორგანოა, ეს არ არის საფარი მხოლოდ. ეს არის ფუნქციურად ძალიან დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ჭკვიანი ორგანო, რომელსაც იმუნური ფუნქციაც აქვს, დამცავიც და კიდევ ძალიან ბევრი. როგორც ენდოკრინული ორგანო, ერთ-ერთი უდიდესი, ესე ითვლება. დაავადებები, რომელმაც მიზეზები, რამაც შეიძლება გაამწვავოს, არის სტრესი, გარემო და ბინძურება გარემოსი და ეს ყველაფერი ახლა გვაქვს უხვად. შესაბამისად, კანის დაავადებების სიხშირეც, მომართვიანობა დიაგნოსტიკაც გაუმჯობესებული, რა თქმა უნდა, მაგალითად გეტყვით, რომ აკნე მოზრდილ ასაკში საკმაოდ გახშირებული, ახლა ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ აკნე არის თინეიჯერების დაავადება, თუმცა ეს ესე არ არის, ძალიან ჩემ პრაქტიკაში მაგალითად თითქმის 60% აკნეთი დაავადებულების ეს არის ეგრეთ წოდებული პერმანენტული ან გვიანი აკნე, რომელიც 20-25 წლის ასაკის და უფრო ზემოთ ასაკის უფრო ქალბატონებს აქვს. ჩაგეკითხებით, რა განაპირობებს ამ ასაკში აკნეს? ამ ასაკში აკნე შესაძლებელია მოკლედ ეგრეთ წოდებული გვიანი აკნეს მიზეზი შესაძლებელია იყოს ჰორმონალური გადაწყობაც ორგანიზმის. ხშირად ვერც ვნახულობთ მიზეზებს, ანუ რომ იყოს რამე ჰორმონალური დარღვევა, თუ არ გვაქვს კლინიკურად, მაგალითად თუ ქალბატონს აქვს თან აკნე და თან აქვს დაუშვათ თვიანობა მოჭარბებული, მაშინ ვიწყებთ ხოლმე კვლევებს ჰორმონებზე, თუ ჯამრთელია მენსტრუალური ციკლი აწყობილი აქვს, შეიძლება კი გამოიკლევა, მაგრამ აზრიც არ გქონდეს, იმიტომ რომ არც იყოს ცვლილებები მის ჰორმონალურ სტატუსში. ითვლება, რომ ზოგადად კვების ფაქტორებიც, იმიტომ რომ უფრო მეტად გაიზარდა ადვილად გადამუშავებადი საკვების მიღება, საკვები, რომელიც გლიკემიურ ინდექსს, ანუ უცბად წევს მაღლა ინსულინს, მაღალი გლიკემიურ ინდექსის საკვები, ეგრეთ წოდებული fast food-ი, ასე თუ ისე უარყოფითად მოქმედებს, სტრესი, რომელიც აუცილებლად ამწვავებს აკნეს. ეს ყველაფერი არის ალბათ ხელშემწყობი და განმაპირობებელი იმისა, რომ აკნე მოზრდილთა ასაკში უფრო და უფრო ხშირად ხვდებით ამ დაავადებას. ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეს ყველაფერი ასევე სტრესთან მიბმული დაავადებებია, ანუ სტრესი ამწვავებს ამ დაავადებებს, შესაბამისად საკმაოდ ხშირია ფსორიაზით დაავადებულები, როზაცია გვხვდება საკმაოდ ხშირად. ანუ სტრესს აქვს გავლენა როზაციაზე. ძალიან დიდი გავლენა აქვს როზაციაზეც, აი პირდაპირ იმ პათოგენეზურ მექანიზმებს ჩართავს. ანუ ვინც უდარდელია, იმათ არ უმწოვდებათ კანის დაავადებები. ვინც უდარდელია, თუ არა აქვს ეს დაავადება, ნაკლებადაც აქვს ალბათ ამისი შანსი და თუ გენეტიკურად არა აქვს და ასე შემდეგ. თუმცა უდარდელი აკნიანიც ბევრი ანუ განსაკუთრებით თინეიჯერები ძალიან სასაცილოა ხოლმე მოდის უამრავი გამონაყარი დედას მოყავს უფრო სწორად და რო უსვავ კითხვას, აბა დაიწყე და მიუბრუნდება და რა მაწუხებს, ანუ დედას ეკითხება რა აწუხებს, იმიტომ რომ არ აწუხებს, თუმცა მეორე უკიდურესობა, როდესაც აი თითე ერთი წერტილი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ის მას აწუხებს. ამიტომ ეხლა თანამედროვე მიდგომა არ არის ის, რომ მაინც დაამარტო დაავადების სიმძიმე შეაფასო.
იმისთვის რომ განსაზღვრო რამდენად აგრესიულად უნდა დაიწყო თერაპია, მნიშვნელოვანია ინდივიდი. ანუ იმ ადამიანისთვის ინდივიდუალურად მიდგომა. რამდენად არის ეს მისთვის მნიშვნელოვანი და რა შედეგს უნდა მას რომ მიაღწიოს. ეს არის თანამედროვე მიდგომა დერმატოლოგიაში. ინდივიდუალიზირებული მიდგომა. სახლის პირობებში, ვთქვათ, თუ ადამიანს შეიძლება ეს რომ თვითონ კურნალობა ჩაიტაროს აკნესის სახლში. საერთოდ ადრე ითვლებოდა, რომ აკნეს არ ჭირდება კურნალობა, გაივლის ასაკთან ერთად. ახლა ითვლება, რომ ეს არის დიდი შეცდომა, იმიტომ რომ შესაძლებელია კონდეს უბრალოდ ეგრეთ წოდებული კომედონური აკნე, ანუ ანთებადი და წითელი ელემენტები კი არ კონდეს, არამედ კამკაშა თეთრი პატარა კვანძები. რომელმაც შესაძლებელია, რომ დატოვოს ატროფიული ნაწიბურები. ამიტომ ითვლება, რომ ნებისმიერი ფორმის აკნე საჭიროებს მოვლას ან მკურნალობას. ის მოვლაც, სწორი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბედნიეროდ თანამედროვე მოსავლელი საშუალებები, ეგრეთ წოდებული დერმატოკოსმეტიკა, იმდენად მაღალხარისხიანია, რომ შესაძლებელია მკურნალობის გარეშე ზოგჯერ მხოლოდ ამ მოსავლელის საშუალებებითაც, ესე ვთქვათ, დარეგულირდეს აკნეს პრობლემა, გაჩნია აკნეს ფორმას. და არსებობს კოსმეტოლოგიური საშუალებები, რომლისგანაც არის გამოწვეული აკნე. რა თქმა უნდა არსებობს არის ეგრეთ წოდებული კომედოგენური საშუალებები, რომელიც ახშობს დაუშვათ ფორებს და ზოგადად აკნეს მიზეზი არის სწორედ რომ არ ხდება დაცლა თმა ცხიმოვანი ჯირკვლის ფოლიკულის დაცლა ვერ ხდება და შეიძლება ის ანთებადი გახდეს. ამიტომ ახლა ძალიან მოდაშია და მე მგონი ყველა იცის რომ არ უნდა ეწეროს არა კომედოგენური კრემს, რომ ეს უნდა აიღონ არა კომედოგენური. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მაგალითად ის რომ ფაქტიურად ახლა მე რასაც ვუსმენ პაციენტები თვითნებურად მოიხმარენ თუნდაც აკნეს დროს რეტინალს და ძალიან ბობოქრობს ეს ორი სიტყვა. თვითონ რეტინოლის შრატის მოხმარება ზოგადად ეგეც ცოდნას საჭიროებს, იმიტომ რომ თუ მაგალითად კანი არის მგრძნობიარე კანი ვერ აიტანს ყოველდღიურად რეტინოლს, ისედაც რეტინოლი ყოველდღიურად არ არის. უნდა ვიცოდეთ სეზონი, მაგალითად თუ ზღვაზე მიდიხართ და მეორე დღეს მზეზე აპირებთ გასვლას, წინა საღამოს ჯობია რეტინოლი არ გესვათ და ძალიან ბევრი ნიუანსია. მე მანდ-ნაკლებ პრობლემას ვხედავ წასასმელ რეტინოლში. უფრო დიდი გულის ტკივილი და თავის ტკივილი, რაც როგორც ექიმს მაქვს, ეს არის დასალევი იზოტრეტინოინის ესეთი უკონტროლო და სრულად გაუგონარი გამოყენება საქართველოში, იმიტომ რომ ეს წამალი არ უნდა იყიდებოდეს ურეცეპტოდ. არც ერთ ქვეყანაში, აფრიკის ქვეყანაშიც კი ეს წამალი ურეცეპტოდ არ იყიდება. იმიტომ რომ ცუდი წამალია. იმიტომ რომ ეს არის წამალი, რომელიც უნდა დანიშნოს ექიმმა და თანაც გამოცდილმა ექიმმა და აქ ჩვენთან გოგონები უნიშნავენ ერთმანეთს ლამის უკვე. თუმცა საბედნიეროდ ახლა უკვე საწინააღმდეგო ტენდენციასაც ვხედავ, მაგრამ თათორი უკიდურესობაც არ ვარგა. წლების მანძილზე ეს გაპიარდა, წამალი თვითონ ეფექტურია, ამიტომ რაღაცნაირად გაპიარდა. ამ წამალმა იმდენად ბევრმა დალია, რომ დაგროვდა გამოცდილებაც ამ გვერდითი მოვლენების იქშობლებმა წაიკითხეს, ის წაიკითხეს და ზოგჯერ მოდის პაციენტი, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ეს წამალი, მაგრამ უკვე დემონიზებული აქვს, რომ ამას ვერ დავლებ. პირველი იწყებს, რომ ამას ვერ დავლებ ამ წამალს, ბავშვს არ დავალებინებ. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ამ უკონტროლ ჩვენ ვართ სრულიად რადიკალურ სიტუაციაში. ახლა ის კონგრესი რომ მქონდა ბრიტანელები ყავდნენ და მათთან პირიქით იმდენად რეგულაციები და ბიუროკრატია ზღუდავს ექიმს. მაგალითად არ შეუძლია ექიმს რომ დანიშნოს იზოტრეტინოინი თუ მეორე დამოუკიდებელი ექიმი, აქ ლაპარაკია 18 წლამდე ასაკში.
არ დაადასტურებს ამის საჭიროებას. ანუ ორმა დამოუკიდებელმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს, რომ ეს წამალი დაენიშნოს. ამერიკაში არა, აი ნახეთ ახლა უკვე ცდილობენ რომ ეს შეცვალონ, იმიტომ რომ ეს ზედმეტია. ბევრი გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ წამალს ეწერა, არის გადახედვის ქვეშ, რომ შეიძლება ეს არც იყოს ამ წამალთან დაკავშირებული. თუმცა მედიცინა ძალიან ცვალებადია, მე ვეუბნები ჩემ სტუდენტსაც და რეზიდენტსაც. არასოდეს არ თქვა, არასოდეს არ თქვა, ეს არასწორია, იმიტომ რომ იცვლება მტკიცებულებებიც და კვლევის შედეგებიც. ვიღაცა გადახედავს მერე წინა კვლევებს, იქ რაღაცას აღმოაჩენს და იტყვის, რომ არა ეს ესე კი რესია. მაგალითად იყო, რომ კვება და აკნე ერთმანეთთან არაფერ შუაში იყო ერთი პერიოდი, რომ აი კატეგორიულად არაფერ შუაში. ეხლა წამოვიდა კვლევები, რომელიც გეუბნება, რომ აი სწორედ ეს მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებმა შესაძლებელია ზოგიერთ პაციენტში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაში. ამიტომ უნდა მოусმინო პაციენტს და თუ გეუბნება, რომ მე ეს მიმწვავებს, არ უნდა ედაო და არ უნდა უმტკიცო საპირესპირო. ხო, უნდა მოусმინო პაციენტს. რა მაინტერესებს აი კვებასთან დაკავშირებით? მე მახსოვს იყო ეს პერიოდი, როდესაც ამბობდნენ კი, რომ კვება არ არის კავშირში კანთან მიმართებაში, განსაკუთრებით აკნესთან. მაგრამ აი ვეგანებზე და ვეგეტარიანელებზე არის რამე ამ შემთხვევაში? არიან ესეთი პაციენტები? ნულოვანი დიეტა, ანუ შიმშილი არ ჩენს აკნეს. ნულოვანი, მაგრამ ახლა ვინ არის ესეთი, რომ მშიერი და იშიმშილოს, ხო? ვეგანებზე და იმას სიმართლე გითხრა, ხა მე ესეთი ჩაღრმავებით რამე სამეცნიერო ინფორმაციას არ ჩავღრმავები ვარ და ამიტომ ისეთ რამე არ მინდა ვთქვა, რაც არ წამიკითხავს. თუმცა ზოგადად ერთი რამე არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რომ თანამედროვე ბავშვები, ახლა მე ვისაც უყურებ და ვადარებ 10-20 წლის წინანდელ ახალგაზრდებს, ესე იგი, სტრიები თუნდაც გამხდარ ბავშვს. სტრიები აქვთ. რატო? ეს იმიტომ, რომ აი სწორედ აი ამ კვებისგან ეს არის fast food-ის შედეგი. სხვა არაფრის, ანუ სტრიები, იმიტომ რომ ჰორმონის დონე იწევს ძალიან მაღლა. შესაბამისად, კვებას აქვს გავლენა. რატო არა მაგალითად შტატებში ძალიან დიდი პრობლემაა წონის, ხო? და დიაბეტით დაავადებული ბავშვები ერთ-ერთ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, სწორედ იმიტომ, რომ აი ბურგერები და აი fast food-ი და უზარმაზარი პორციებით კვების შედეგია ეს ყველაფერი. ხედავ როგორი საინტერესოა დერმატოლოგია. ჩვენთანაც შაბათ-კვირას ერთ-ერთი გართობის ფორმა არის fast food-ით კვება. თქვენ ხო ხართ დაკურებული რომ ჭამ ამ საკვებს. აი კიდევ გინდა რომ ჭამ, ანუ ვერ ჩერდები, ხო? იგივე ჩიპსი ავიღოთ, ისინი ნარკოტიკივით არის. არის ისეთი გემოები აქვს, რომ ის შენ კიდევ გინდა რომ მიირთვა და მიირთვა უზომო რაოდენობით. ანუ რა არის? არ ვიცი ხა ეს უკვე ანუ რა არის? მავნებელია. შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ. რას ურჩევდით? თინეიჯერები ვთქვათ, რადგან აღნიშნეთ, რომ არის თინეიჯერებში მაინც ბევრი პრობლემა და რაღაცებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ შემდეგ სწორ გზაზე სწორი მიმართულება მივცეთ კანის პრობლემებთან დაკავშირებით და ინფორმირებულები იყვნენ, რაც მთავარია და სწორი ინფორმაცია იყოს. რას ურჩევდით და რა რჩევას მისცემდით მათ? აი რას უნდა მიაქციონ ყურადღება? და არა მარტო თინეიჯერებს, მშობლებს. კი, მშობლები რა თქმა უნდა. ეს ასაკი არის არაჩვეულებრივი, როცა ბუნებრივად ორგანიზმს აქვს თვითრეგულაციის არაჩვეულებრივი უნარი. თუმცა თუ არის დაავადება, ანუ მაგალითად წეღან როგორც გითხარით, მაგალითად აკნეს გამოვლინება, ხო?
თუნდაც ერთი ვიზიტი ექიმთან შეიძლება როდესაც არის ხოლმე მაგალითად მძიმე ფორმა შეიძლება ჯერ ერთ თვეში, მერე სამ თვეში ერთხელ დაიბარო და არის პაციენტი რომელიც მოვა ერთხელ, უბრალოდ ასწავლი მოვლას და შეიძლება მეორედ აღარც დასჭირდეს. ანუ პაციენტმა უნდა იცოდეს მის რა ტიპის კანი აქვს, რა პრობლემა აქვს მის კანს და როგორ უნდა მოუაროს და ეს ძალიან მარტივია.